ბოტოქსის და ფილერის გაკეთება ყველამ შეიძლება ისწავლოს, მაგრამ ანაფილაქსიის ამოცნობა და შემდეგ მისი მართვა ძალიან ცოტა. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს საქართველოში ინიექციებს, ეს იქნება ბოტოქსი, ფილერი თუ სხვა ნებისმიერი ინიექცია, მაგრამ კიდევ ამ უამრავი ადამიანიდან დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტამ იცის რა რთული და სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს დროულად ვერ ამოცნობილმა გართულებამ. მე ვარ ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი ნინო გოგავა, ბავშვთა და მოზრდილთა. ჩემი საქმიანობა არის რთულის და გართულებულის მართვა, ამიტომ ჩემთვის შედარებით მარტივია გესაუბროთ ანაფილაქსიაზე და იმ გართულებებზე, რაც შეიძლება მოყვეს ნებისმიერ ინიექციას. მინდა განვმარტო, რომ ინიექციური თერაპია, ინიექციონისტობა, ეს არ არის კოსმეტიკური პროცედურა, ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო манипуляция, ნებისმიერ სამედიცინო манипуляციას აქვს გაკეთების პროტოკოლი და ასევე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვინ და რა პირობებში ატარებს ამ პროცედურებს. ძალიან იშვიათად შეიძლება ნებისმიერი ინიექციის შემდეგ ეს იქნება ბოტოქსი, ეს იქნება ფილერი თუ ნებისმიერი სხვა ინიექცია, მედიკამენტი თუ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც თუ დროულად არ იქნა ამოცნობილი და თუ დროულად არ იქნა საჭირო ზომები მიღებული, შეიძლება დასრულდეს სავალალო შედეგებით. შეიძლება დასრულდეს არა, აუცილებლად დასრულდება. ანაფილაქსიური რეაქციის მართვა, ანაფილაქსიის მართვა, ესეთი გართულებული ალერგიული რეაქციის მართვა ძალიან რთულია ჩვეულებრივ პალატაშიც, ყველაზე კარგი ადგილი ალბათ ანაფილაქსიის სამართავად იქნებოდა საოპერაციო და რეანიმაციული ბოქსი. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როდესაც თქვენ მიდიხართ დერმატოლოგ კოსმეტოლოგთან ან ინიექციონისტთან, პირველ რიგში უნდა დაუსვათ სწორი კითხვები. სწორი კითხვა არ არის, რა სახის მედიკამენტია, რა ქვია მედიკამენტს, რა წარმოშობის არის, ის არის ევროპული თუ კორეული, ეს არ არის სწორი კითხვა. სწორი კითხვა არის ის, თუ პირველ რიგში ადამიანმა იცის თუ არა манипуляციის გართულებების დროული ამოცნობა და ამოცნობილი გართულების სწორად მართვა. პირველად უნდა გამოიკითხოთ ადამიანის education-ი, ანუ რა განათლება აქვს ადამიანს მიღებული, ასევე რას ფლობს განათლების შემდეგ, ანუ ბაკალავრიატის შემდეგ, რა კვალიფიკაციები აქვს გავლილი, ფლობს თუ არა ვენასთან მუშაობას, აქვს თუ არა ადრენალინი, იცის თუ არა ადრენალინის გამოყენება, აქვს თუ არა გადაუდებელი დახმარების ბეგი, ანუ ჩანთა აქვს თუ არა რომელშიც გადაუდებელი დახმარების ყველა საჭირო პროტოკოლით გათვალისწინებული ნივთია, აქვს თუ არა ჟანგბადი, იცის თუ არა ჟანგბადის აპარატის გამოყენება და მართვა, ფლობს თუ არა ვენას. ძალიან ბევრი ინიექციონისტის და ექიმის კაბინეტში მინახავს დაგროვილი ნემსები თუ რაოდენ ბევრი ინიექცია აქვს გაკეთებული. ძალიან მაინტერესებს, როგორ ფლობენ ისინი პერიფერიულ ვენურ კათეტერს, კათეტერიზაციას. შეუძლიათ თუ არა საჭიროების შემთხვევაში ვენური წვდომა განახორციელონ პაციენტთან, იციან თუ არა როგორ გამოიყენონ ადრენალინი, ანაფილაქსიის მართვა რა არის, პირველადი მედიკამენტი არის ადრენალინი, კუნთში ინტრამუსკულარულად გაკეთებული ადრენალინი დროულად, არავით არის სუპრასტინი, არავით არის დექსამეტაზონი და არავით არის სხვა მედიკამენტი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად გაკეთებულ ადრენალინს, იმიტომ რომ დროულად გაკეთებული ადრენალინი აძლევს ადამიანს იმის შანსს, რომ გადარჩეს. ფილერზე ყველაზე რთული გართულება არა, ყველაზე რთული გართულება, რა თქმა უნდა, ანაფილაქსია, მაგრამ ყველაზე ხშირი გართულება არის ნივთიერების სისხლძარღვში და კერძოდ არტერიაში მოხვედრა. მერწმუნეთ არ აქვს დიდი განსხვავება, კორეული ფილერი მოხვდება არტერიაში თუ ევროპული, ორივე დაახშობს მას, ორივე გამოიწვევს ქსოვილის იშემიას, ორივე გამოიწვევს სერიოზულ პრობლემას და შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავეც. ამიტომ
თქვენს ინიექციონის იქნება თუ კოსმეტოლოგს იქნება, აუცილებლად უნდა დაუსვათ კითხვა, რომ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში და სხვა კანის სითეთრის შემთხვევაში და შემდეგ სილურჯის და ასე შემდეგ იცის თუ არა, როგორ ამოიცნოს ეს გართულებები, როგორ მართოს ეს გართულებები, რომ ქსოვილი იშემიისგან დროულად დაიცვას, თორე იშემიური ქსოვილი ჩვენც ვიცით რომ არის მკვდარი ქსოვილი. გასაგებია რომ შემოსავალი კარგია, გასაგებია რომ ფული კარგია, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე არის ფასდაუდებელი და მე ვფიქრობ რომ იმ ადამიანების 50%-საც კი არ აქვს გაცნობიერებული რამდენად რთულ, რამდენად საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებენ და მე გირჩევდით ჩემო მეგობრებო და ბევრო ჩემო კოლეგავ რომ პირველ რიგში იმაში ხელის გაწვრთნას როგორ ლამაზად გავაკეთებთ ტუჩს და როგორ ლამაზად ავწევთ წარბს, პირველში გავიწვრთნათ ხელი პერიფერიულ ვენასთან მუშაობის საკითხებთან, პირველ რიგში გავიწვრთნათ ხელი CPR-ის კეთება რომ დაგჭირდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ, მოვაწესრიგოთ ჩვენი გადაუდებელი დახმარების ჩანთები, აუცილებლად გავიაროთ მუდმივად ბევრჯერ წელიწადში ერთხელ არა, უფრო მეტჯერ კვალიფიციურ გადაუდებელი მედიცინის გუნდთან და ბევრია საქართველოში ეგეთი გადაუდებელი მედიცინა პირველ რიგში შევისწავლოთ საბაზისო ალგორითმი იმის როგორ დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ჩვენ შეგვიძლია რთული გართულების, ანაფილაქსიური რეაქციის მართვა და შემდგომ უკვე ნაკლები გართულებების მართვა, რაც მოყვება ნებისმიერ ინიექციას, მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც დავწმუნდებით ამაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ გართულებების ამოცნობა და შემდეგ სწორად მართვა, შემდეგ დავიწყოთ ბანტოჭკების და წარბის ლამაზად აწევის დამუღამება, მეგობრებო. ასევე მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ ჩაწერილი ვიდეო. ეს მე უბრალოდ ვცდილობ დახმარებას პირველ რიგში ადამიანების, ვინც ახალგაზრდა პატარა გოგონების, რომლებსაც ძალიან უნდათ ტუჩის შევსება, იქნება თუ ნებისმიერი მათი სასურველი პროცედურა ჩაიტარონ და ასევე გაფრთხილებთ თქვენ, რომ დაიცვათ პირველ რიგში თქვენი თავი, იმიტომ რომ მერწმუნეთ 10,000-ში ან 1000-ში ერთი შეიძლება მოხდეს ეს გართულება და გვართმევს მთელ სიცოცხლეს. ამიტომ გისურვებთ უსაფრთხო მუშაობას, დაიცავით თქვენი თავი და თქვენი პაციენტები, იკითხეთ ბევრი, იმუშავეთ ბევრი, იმუშავეთ თქვენ თავზე ძალიან ბევრი, ოღონდ იმუშავეთ სწორად, გაიარეთ ბევრი გადაუდებელი მედიცინის ტრენინგი, იარეთ კლინიკებში, სადაც არიან პაციენტები, სადაც შეგეძლებათ რომ ისწავლოთ ვენასთან წვდომა, იარეთ რეანიმაციებში, სადაც მართავენ ყოველდღიურად ანაფილაქსიებს, რომ როდესაც დადგებით ფაქტის წინაშე და მერწმუნეთ შეიძლება მთელი ცხოვრების და მთელი კარიერის განმავლობაში ეს იყოს ერთი შემთხვევა, მაგრამ ეს შემთხვევა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა, რაც კი შეიძლება ადამიანს შეემთხვეს. ამიტომ მეგობრებო, გასაგებია რომ ფინანსები კარგია, მაგრამ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი და სიცოცხლეზე ძვირად ღირებული ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია. დაიცავით პაციენტები და დაიცავით თქვენი თავი. გისურვებთ უსაფრთხო მუშაობას.